გამარჯობა. ეს არის აზროვნების სახელოსნო, მე ვარ გიორგი ბარამიძე და დღეს მე ვისაუბრებ თემაზე აზრი და ხმა. გარკვეულწილად ეს თემა მე როგორც ვფიქრობ უკავშირდება იმ ვიდეოს, რომელიც მე უკვე ჩავწერე, საქმე ეხება ტყუილის რაობას და მის გამოხატვას ისეთი სიტყვებით, როგორც არის, ანუ ტყუილს ვამბობ, მას შესადამი, ესე იგი ვარსებობ ხომ, ეს არის რაღაც ტოლობის ნიშნის გავლება ტყუილსა და აზრს შორის. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ როგორც მე ჩემი შინაგანი დამკვირვებელი და თვითმხილველი ვნებიან, ეს არ არის ტყუილის ის გაგება, რომელიც შეიძლება ზედაპირულად ვიცოდეთ, ზედაპირულად გვესმოდეს, არამედ ჩანაფიქრი არის ისეთი, რომ რამენაირად ესე გავხსნათ, ანუ მივცეთ საშუალება გავხსნათ რა არანაირი ძალდატანების მეშვეობით ეს ასეთი რამ ფიქრადაც არ გამივლია, არამედ მივცეთ საშუალება აზრს, მივცეთ საშუალება ტყუილს, რომ მათ ისაუბრონ თავიანთი თავის შესახებ და გვითხრან თუ ვინ არიან თვითონ. აი ასეთი, ასე ვთქვათ, თავის თავთან და სხვასთან შეხვედრის ამ მიზნით არის შექმნილი სწორედ ეს აზროვნების სახელოსნო. ტყუილიც დაკავშირებულია გარკვეულწილად ხმა და ტყუილი არის ერთმანეთთან კავშირში. ხმა და ტყუილი. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყოდი, რომ ერთმანეთთან დაკავშირებულია ექო, ხმა როგორც ექო, ანდა მე ვიტყოდი ხმის ხმა, ანდა ძველ ქართულად ნახმევი, ასე ვთქვათ, ძველ ქართულად თუ ქართულად საერთოდ ნახმევი, ანუ ნახმევი არ არის ხმა, რა თქმა უნდა, ხმის ხმა არ არის ხმა, მაგრამ ეს არ არის, ასე ვთქვათ, მთავარი სიზნელე და მთავარი პრობლემა აქ. არა, მთავარი სიზნელე დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, მე ვლაპარაკობ შინაგან ხმებზე, რომლებიც მე მესმის და როგორც მე ვგრძნობ, ეს ხმები არის უთვალავი და რა თქმა უნდა ძნელია, რომ ამ ხმებში გაერკვე და გაითავისო რომელია შენი ხმა. იმიტომ რომ ამ ხმათაგან, როგორც მე მეუბნებიან, ბევრი და უამრავი არის შიშის ხმა, რომელიც მოწოდებულია იმისკენ, რომ შემაშინოს, ასე ვთქვათ, მაგრამ მე არ ვიცი, მათ იციან თუ არ იციან მე ვინ ვარ. ანუ მე ვარ, ეს იციან იმ დროს, როცა მეც კი არ ვიცი მე ვარ თუ არა მე. როგორ აქვთ მათ ეს მიზანი, რომ მე შემაშინონ? თუ ისინი საერთოდ ვინმეს კი არ აშინებენ, არამედ უბრალოდ საშიშნი არიან და სხვა არაფერი. თუ ასეა საქმე, მაშინ შეიძლება სხვა ხმებმა შიშის ხმასთან და შიშის ხმებთან მონახონ რაღაცა გამონახონ საერთო ენა და ერთობლივი
დაუშვათ ტაქტიკა და სტრატეგია შეიმუშავონ ჩემს წინააღმდეგ. ანუ რა კი საბოლოო ჯამში მე განვიცდი ამას, როგორ ჩემს წინააღმდეგ მიმართულს. მაგრამ თუ კი მე მოახერხე ის, რომ ეს შიშის ხმა ასე ვთქვათ გამოვიძახე, გამოვიხმე და მას დაუსვი შეკითხვა თუ ვინ არის თვითონ და რატომ მაშინებს მე თუ ეს მოახერხე, ხო? მაშინ შეიძლება ეს რა თქმა უნდა თუ მაშინის სფეროშია, აქ ჩვენ მე შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო რა პასუხი შეიძლება მივიღო შიშის ხმისგან, ხო? რომ შიშის ხმამ შეიძლება მე მითხრას ძალიან დამამშვიდებელი პასუხი, რომ მითხრას, რომ მე ვარ სიფრთხილის ხმა, მე გავფრთხილებ შენ. მე არ მინდა შენთვის ვნების მოტანა. მე უბრალოდ შენი გაფრთხილება მინდა, რომ თავიდან აირიდო ის საფრთხეები, რომლის წინაშეც გახარ. ხო. კიდევ შეიძლება იგივე გავაკეთო სხვა ხმების მიმართაც, რომ გამოვიხმო, ყოველ შემთხვევაში ჩემს წარმოსახვაში გამოვიხმო, ხო? და მე მეგონოს, რომ მე მართლა ველაპარაკები ამ ხმებს და მე ეს დავიჯერო, ხო? აი ამას გულისხმობ მე და არა იმას, რომ უშუალოდ მე შემიძლია ამ ხმების მოწმევა და უშუალოდ სადღაც ბალმაგიდასთან ან სადმე რა ქვია საკამათო სივრცეში, ხო? არა, მე ამას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ასეთი რამ ალბათ შეუძლებელი იქნებოდა, ხო? მაგრამ ამასობაში შეიძლება მე ჩემს წარმოსახვაში გამოვიხმო, იმიტომ რომ ვითაც წარმოსახვა ახლა არ არის ადვილი ამბავი რა, არ არის ხელწამოსაკრავი რამ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის წარმოსახვა, იმიტომ რომ ჩვენ წარმოსახვაში და წარმოსახვებში ბევრად უფრო დიდ დროს ვატარებთ ჩვენი ხალხმოკლეს სიცოცხლისა, ვიდრე დაუშვათ სხვა სფეროში, ხო? წარმოსახვაში, წარმოსახვა ეს რას გვიხსნის ჩვენ? გვიხსნის წარსულს, ანუ გახსნაში მე გულისხმობ განხმა, აი ძველი ქართული, აი აქ ნამდვილად ძველი ქართული ტერმინი განხმა, სხვა შორის განხმა, აი ხმა გვეყურება ამ სიტყვიდან, ხო? და ეს სიტყვა ნიშნავს როგორც რაღაცის გაღებას, გახსნას, ღიაობას, ასე ვთქვათ, ისე ხმას, განხმა, ესე იგი ეს საკუთარი თავის გადაშლა, გამოფენა, მანიფესტაცია საკუთარი თავის, საკუთარი გრძნობების, ხო, საბოლოო ჯამში რაც რამაც შეიძლება მიიღოს, მე არ ვიტყოდი აღსარების, მაგრამ აღიარების, აი სახე მიიღოს, ხო? ეს აღიარება თუ ჩემი ეს რამდენიმე ვიდეო, რომელიც მე ჩავწერე და რასაც აწი ჩავწერე ალბათ, ხო? ეს შეიძლება მე ეს მესმის როგორც ჩემი შინაგანი დამკვირვებელიც ამას მეუბნება. კითხველიც რომ ეს არის აღიარებები და შენ უფრო წარმატებული იქნები, დაუშვათ თუ მაინდა-მაინც ყველაფერი წარმატებაზე დაიყვანება, მაგრამ წარმატება საერთოდ ხმა არის. წარმატება არის ხმა. სხვა არაფერი არ არის. ხმა იმ გაგებით რომ ხმა არ უნდა ალბათ უპრიანი არ გავიგოთ როგორც მარტო აი გახმოვანება ბგერების წარმოთქმა და ასე შემდეგ. ეს არ არის ხმა. ხმა არის და მე სწორედ ვცდილობ ვილაპარაკო შინაგან ხმაზე და შინაგან ხმებზე. ეს არის რაღაცა საზრისები, მნიშვნელობები, რომლებიც არც კი არსებობენ. ანდა როცა არსებობენ, მაშინ არ არსებობენ და როცა არ არსებობენ, მაშინ არსებობენ. აი ასეთი სიტუაცია მივიღეთ ჩვენ იმ რა ქვია საუბრებიდან გამომდინარე, რომელსაც ამ ორივე თვის განმავლობაში ვაწარმოებთ, ხო? და თუ მე გამომივა ის, რომ სხვა ხმების გამოვიხმო, ხო, ჩემი დაუშვათ თვითმკვლელის საშუალებით, ჩემი დამკვირვებლის საშუალებით, შინაგანი დამკვირვებლის საშუალებით, მაშინ მე მათაც დაუსვამდი შეკითხვას ჩემს წარმოსახვაში, რა თქმა უნდა,
იმიტომ რომ ამას აქვს მნიშვნელობა ჩემთვის. ჩემს წარმოსახვას აქვს მნიშვნელობა. იმიტომ რომ ამ წარმოსახვით მე შემიძლია თვითონ შევქმნა უნებლიეთ ან ნეფსით ან უნებლიეთ შევქმნა ისეთი ქიმერები, ისეთი ხმები, რომელსაც ვერ გაუძლებს ადამიანის სმენა. არათუ მათ მოწყვებას მოახერხებს, არამედ მოსმენასაც კი ვერ გაუძლებს ამ ხმების, ხო? მაგალითად მე შემიძლია გამოვიხმო თუ ამის შესაძლებლობა მექნებოდა, გამოვიხმოდი კრიტიკულ ხმას და ვეტყოდი, აი რა გინდა, აი ჩემგან, რის გაკეთებას მთხოვ მე, რა უნდა ვქნა მე. და ისიც რა თქმა უნდა ისე ოპტიმისტურ ნოტაზე მეტყოდა რომ არა მე მინდა რომ ხელი შეგიწყო, მაშინ რომ დაგიცვა შენ. ხო, აი ისევ ამ დაცვაზე მიდგება საქმე და აი როგორც კი ეს სიტყვა და ვახსენეთ დაცვა იმავე წამს ჩემი თვითდამკვირვებელი და ჩემი შინაგანი დამკვირვებელი და თვითმხილველი ორივენი და ბევრი ასეთი კიდევ მიკიჟინებს მეუბნება მომძახის რომ აუცილებელია შენ უნდა დაიყენო სხეულის შენ უნდა გუშაგი დაუყენო შენ სხეულს გუშაგი უნდა დაუყენო ანუ დაცვა უნდა დაუყენო შენ სხეულს იმიტომ რომ შენ ეხლა მარტო არ ახარ ამ შენს შინაგან სამყაროში შენთან ერთად შენი სხეულიც არის და ეს ხმები რომელიც შენ გესმის არ არის მარტო ასე ვთქვათ ცნობიერების არ მინდა ამ სიტყვის ხმარება მაგრამ მაინც ვიყენებ იმდენად რამდენადაც სხვა სიტყვით რო ჩავანაცვლო შეიძლება იმან უფრო მეტი პრობლემა შემიქმნას ამიტომ ისე გროვან ცვილებში ჩავსვამოს და ისე ვიტყვი ესე იგი ცნობიერება ან შეიძლება ვთქვა განსჯა აი წინა საუბრის დროს ვახსენე მიდმო გონებაი ხო ანუ განსჯა ანუ სჯა ხო ეს დაუშვათ ეს არ არის გონება როგორც ასეთი ამდე შეიძლება გონებაც იყოს მე არ ვიცი ხო მე ზუსტი მნიშვნელობები რომ ვიცოდე ამ სიტყვების მაშინ ვერ ვიტყვი რომ ბედნიერი ვიქნებოდი იმიტომ რომ მე არ ვიცი რა არის ბედნიერება ცოდნით არ ვიცი თუ არა გრძნობით გრძნობ და დიდი ეჭვი მაქვს იმის თაობაზე რომ გრძნობით უფრო მეტი ვიცი ვიდრე თავად ცოდნით ხო ამიტომ სხეულის ირგვლივ რომ თხოვენ მე სხეულთან დაკავშირებით რომ დაუყენე დაცვა შენ სხეულს ხო ესე იგი მე ამას შეიძლება დავყვე კიდეც დაუყენე რა ეხლა მე არა ვარ მბრძანებელი რომ ვთქვა რომ აი გამოყავით 2 დაცვა თუ 30 და დაიცავით ეს სხეული იმიტომ რომ ეს სხეული არ არის ის სხეული რომელიც ეხლა თქვენ რომლის გამოსახულებასაც თქვენ ხედავთ ანუ მე ამ სახით როგორც ვარ ეხლა ანუ ფიზიკურ ცდისეულად ამ სახით არა ვარ რა თქმა უნდა ჩემს შინაგან სამყაროში ხო და ბუნებრივია თქვენს გიჩნდებათ ეჭვი და მეც მიჩნდება ეჭვი იმის თაობაზე რომ აქ სულ სხვა ანუ სხეულში სულ სხვა რამ უნდა გავიგოთ სულ სხვა და ამიტომაც ალბათ საინტერესო იქნება მისი ხმის მოსმენა მისი ხმების მოსმენა ასე ვთქვათ ხო მიუხედავად იმისა რომ ეს ერთი 100 და ერთი 1000-ად გააძნელებს ჩემს მდგომარეობას როცა მე მინდა გავერკვე ჩემს თავში მე მინდა მოვუნახო ვინ ვარ მე რომ მე აქედან მომეცეს იმის საშუალება რომ ამ აუარება ხმიდან ამ უთვალავი ხმიდან რომელი ხმა ვარ მე რომელი ვარ რომელია ჩემი ხმა რომელი ავირჩიო რომელს გაუიგიო საკუთარი თავი მაგრამ გაიგივებასთან დაკავშირებით მე ძალიან წარე გამოცდილება მაქვს და ამის შესახებაც გამოცდილება მაქვს როგორ წარსულში მიღებული გამოცდილება რომ გაიგივება ყოველთვის აი დაუშვათ გამოსახულებებთან გაიგივებაზე საუბრობდით ხო ეხლა ადამიანის ანუ ჩემი მე ზოგადად ადამიანზე ვერ ვილაპარაკებ ჩემი შინაგანი რა ქვია სწრაფვა
არის იქეთკენ რომ მე რამენაირად რომ მეუბნებიან ხმა არის ერთ-ერთი მთავარი რამ შენს შინაგან სამყაროში ხმებია მთავარი რამ შენს შინაგან სამყაროში მე ამას ვგრძნობ რა თქმა უნდა მაგრამ ჩემი აი ძველი ტენდენციის მიხედვით მე ვერ აღვიქვამ ამ ხმას თუ ის ფორმაში არ მოვაქციე ხო ხმა თუ ის ფორმაში არ მოვაქციე მე მას ვერ აღვიქვამ მაგრამ აქ ჩნდება წარმოდგენა იმის შესახებ რომ აზრის ფორმა შეიძლება იყოს ხმა აზრის ფორმა შეიძლება იყოს ხმა ხო და ორივე უნდა ასე მეუბნებიან მე ჩემი შინაგანი ასე ვთქვათ დამკვირვებლები რომ ესე იგი ეს არის ორივე ხმა და რა ქვიან აზრი ორივე არის ენერგია და ეს ენერგია უნდა მოვაქციო ფორმაში რატომ უნდა მოვაქციო ფორმაში იმიტომ რომ ძველი ტრადიცია მომდგამს მე ვერ გავითავისუფლდი იმ ძველი ტრადიციიდან რომ რაც არის და რასაც მე მეუბნებიან არისო ან და ვინც და რაც მეუბნება მე ვარო ხო მე ის თუ მას გამოსახულება არ მევანიჭე ხო გამოსახულება არ მევანიჭე და გამოსახულება თუ არ შეუქმენი მას თუ არ დავხატე ეს გამოსახულება თუ იმავდროულად ხატრად არ გადავიქეცი ხო რომ წერალი რომ ვარ უკვე ეს არ ვიმყოფინე და ეხლა მხატრობაც მომინდა ხო იმდენად რამდენადაც შინაგან ხატებს შინაგან გამოსახულებებს ეხება საქმე ხო და მე ესე იგი შეიძლება შვებითაც ამოვისუნთქო როცა მეუბნებიან რომ აი აზრის ფორმა ხმა არის აზრის ფორმა მაგრამ ეს ვერაფერს ვერ წყვეთ ჩემთვის რატომ იმიტომ რომ ეხლა მე ვდგები ისევ ძველი ტენდენციიდან გამომდინარე ვდგები მე იმ სიზნელის წინაშე რომ ეხლა აი ხმის ფორმა რაღა არის ხმა როგორ უნდა დავინახო გარდა იმისა რომ ვისმენ მაგრამ რას ვისმენ მართლა ხმა არის ეს თუ არ არის ხმა ხო შეიძლება რომ ნამდვილი ხმა რაც არის ის იმალებოდეს და ჩემს ურთასმენას წდებოდეს მხოლოდ ხმის ხმა ანუ ეკო ხო შეიძლება რომ ეს იყოს ტექნიკური საშუალებებით მიღებული ხმები ისე როგორც ეხლა თქვენ გესმით ჩემი ხმა მაგრამ ეს არ არის ჩემი ხმა ეს არ არის ჩემი ხმა ეს არის ჩემი ხმა რომელიც გარდატყდა მიკროფონში ხო ამ ხმასთან მე რა თქმა უნდა ბევრი ტექნიკური საშუალება აქ არ მაქვს ხო ძალიან მწირი ტექნიკური საშუალებები მაქვს მაგრამ ეს ტექნიკური საშუალებები მონაწილეობენ ხმის წარმოებაში ასე ვთქვათ ხო ხმების დადგმაში და მე ამ საშუალებებით ვდგამ ამ ვიდეოებს ასე ვთქვათ ხო რომელსაც ვახმოვანებ ხო ხმა ედება შემდეგ ეს გარკვეულ კუსტარულ ანუ მონტაჟგანიცდის ხო იქ რაღაცა ჩამოეჭება რაღაც მეგერება ხმა სადღაც გასწორდება ხმა სადღაც მოიჭრება და ასე შემდეგ ხო როგორც ეს მიღებულია საერთოდ იმ სფეროში სადაც დადგმა და წარმოდგენა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ამასობაში მე არ მინდა დამავიწყდეს ის რომ სხეულზე ვსაუბრობდი და აქ წარმოჩინდა ასე ვთქვათ წარმოჩინდა ერთი ასეთი ძველი აზრი რომელიც ჩემს მეხსიერებაში იყო დაარქივებული და ეხლა გამოვიდა არქივიდან და დადგა ჩემს წინაშე და რომელიც მე მეუბნება რომ აი რა ქვიან ვნება აი სადაც ხეულია იქ ვნება ხომ არ არის ვნების საშიშროება შენ ხო არ შეიტანე ამ შენ შინაგან სივრცეში ვნება რომელიც სხვა არაფერია თუ არა ხორცის ხმა ვნება ხორცის ხმა და ამ ხმებს შემთხვევით თუ არა შემთხვევით ხო არ შემოყვა
ეს ხმა, ხო? თუ ეს ასეა და თუ მე დაუშვათ მე ვერ დავაღწიე თავი იმ საფრთხეს რომ არ გავუიგივდე არც რომელიმე გამოსახულებას და არც რომელიმე გამოსახულებას და არც რომელიმე ხმას ჩემი თავი თუმცა მე არ ვიცი ვინა ვარ მაგრამ მე მაშინვე გავიგებ ვინ ვარ ან ვინ არ ვარ თუ კი მე ასეთი გაიგივება მოვახერხე ხო ხმასთან ან რასაც გავიგდები ისა ვარ მაშინ მაგრამ მე ჩამძახის ჩემი შინაგანი ხმები და ეს შინაგანი დამკვირვებელი რომელსაც ასევე ხმა აქვს ეს დამკვირვებელი სხვა არაფერი არის თუ არა ხმა ეს თვით ხილველი კია თვალთან არის გავშევილი ხედვასთან მაგრამ ასე ფართო თუ გავიგებ თვითონ სმენაც მოსმენა რომელიც ხმის ასე ვთქვათ ხმის გაგონებისთვის ანუ გონებაში შეღებისთვის არის აუცილებელი ხო ანუ ყურადღებისთვის აი ღების იმ მნიშვნელობით რომელიც ქართულ ენაში უღრმესი შრეები და ფენები აქვს ღება მაგალითად რაც ნათლის ღება რაც არის მაგალითად უცლად ღება და ასე შემდეგ აი ყურადღება ხო ეს ისეთი რამ არის თუ მე ეს ყურადღება ჩემი ყურადღება მიიპყრო რამემ ან ხმამ ან გამოსახულებამ მაშინ მე შეიძლება ყველაფერი ეს რასაც რაშიც ხმები მარტონებელო ჩვენ ვიცავთო ეს ყველაფერი ტყუილი იქნება იმიტომ რომ მატყუარა ხმები არსებობს რამდენიც გნება უთვალავი მატყუარა ხმა არსებობს უთვალავი მე ეჭვი მაქვს მე არ მინდა ეხლა რაღაცა ზნეობრივი ისინი მიუყენო ამას კრიტერიუმები და უშუალოდ რაზეც საუბრობ იმიტომ რომ მგონია მე ასე მგონია რომ ჩემს წარმოსახვაში მოახერხე ის რომ აი ამ ისე ამ რაღაცა კარგის და ცუდის ბოროტის და კეთილის დაპირისპირების მიღმა ვარ ყოველ შემთხვევაში ჩემი სურვილი არის რომ ვიყო ამის მიღმა ყველაფრის მიღმა რაც არის დაპირისპირებული რაც გამორიცხავს ერთმანეთს რატომ იმიტომ რომ მე რო ვფიქრობ ამაზე თუ რატომ მინდა მე რატომ ვისწრაფი აქეთ იმიტომ რომ მე მინდა შინაგანი სიმშვიდე და მინდა მივაგნო ჩემთვის იმ გზას რომელიც მე ამ სიმშვიდეს მომიტანს თუ კი რა თქმა უნდა ეს მე გამომივა ხო თუ არ გამომივა და თუ თავს მოვატყუებ ანუ თავს მოვატყუებინებ ხო წინა ვიდეოში რომ ვილაპარაკე ასე ვთქვათ ტყუილის შესახებ იქ არის იყო ერთ-ერთი ფორმა ტყუილის იყო თავის მოტყუება ესე იგი ვერ მოგატყუებს თუ შენ არ გინდა თავის მოტყუება ხო თუ არ გადაწყვიტე ის რომ შენი თავი მოატყუო ისე ვერავინ ვერ მოგატყუებს მაგრამ თუ კი გადაწყვეტ რომ შენ ვინმეს ან რამეს თავი მოატყუებინო მაგალითად ამ ხმებს ან ამ გამოსახულებებს რომელიც ეხლა ხმები და გამოსახულებები ეს ვნება როგორც ხორცის ხმა ესენი ყველაფერი შეერთდა ერთად და ესე იგი გამოსახულებები ამათი გამოსახულებები და ამათი ხმები ანუ ამათ შეუძლიათ აი ასეთი კომბინაცია გააკეთონ რომ ანუ ეს ულამაზესი უშვენიერესი გამოსახულებები ასე ვთქვათ მიერთოს და შეუერთდეს ამ უტკბილეს ხმებს და მელოდიებს ხო და რომელმაც მე შეიძლება მე რომელმაც არ ვიცი ვინ ვარ მე მაგრამ მაინც აი ამ სავარგლიდან ამომიყვანოს და რა ქვია დამღუპოს ასე ვთქვათ ხო ისე როგორც მაგრამ მე უნდა მქონდეს ისე როგორც უამრავი ადამიანი დაუღუპავს ხო ისე როგორც მე მაგრამ მე ამასთან დაკავშირებით მახსენდება ტაქტიკა რომელიც თითოეულ თქვენგანს მე ვფიქრობ რომ ასევე ახსოვს ხო ეს საქმე ეხება სირინოზების ხმას ხო
როგორ აიცილა იმ ცნობილმა გმირმა დაღუპვა თავიდან, როგორ ესე იგი როგორ უნდა გაეძლო იმ სირინოზების სიმღერისთვის, იმ მელოდიისთვის, იმ მუსიკისთვის, რაც იქიდან იღვრებოდა, ხო? თვით მიბმით, ხო? მან თავი მიიბა, იმიტომ რომ რა ქვია, აი ამისთვის თავი დაეღწია, მაგრამ მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას. მე არ ვაპირებ რომ საკუთარი თავი დავაბა, ხო? არ ვაპირებ ამას. მე მინდა დავრჩე თავისუფალი, მე მინდა ვიყო ის, ვინც ვარ, ანუ ვინც არ ვარ და აი ამ ვარსა და არ ვარ შორის ვარ, მაგრამ მაინც ხომ ვარ, არ ვიცი, ხო? მაინც ასე უნდა ვთქვა, ხო? და მე უნდა მქონდეს მინდა მქონდეს ჩემი საკუთარი სტრატეგია, ჩემი საკუთარი ხერხი ამასთან დაკავშირებით და მე ვიხსენებ ასევე იმ გამოცდილებას, რომელიც მე მაქვს მიღებული თავის დროზე, ხო? და რომელიც მეუბნება, რომ აი ამ ხმებში როგორ უნდა გაარჩიო ვინ ხარ შენ, ამ უამრავ, ამ უთვალავ ხმაში, როგორ უნდა გაარჩიო ვინ ხარ შენ, ხო? შენ ისე იგი შენ ხარ ის, მე მეუბნებიან, ვინც დუმს და ვინც არიღებს ხმას აი ამ ასე ვთქვათ ამ მდგომარეობაში, რომელიც მე შემეცადე დამეხატა აქ, ხო? აი ამით მინდა დავასრულო ახლა ჩვენი საუბარი და კიდევ ერთხელ გთხოვოთ მოგიწოდოთ, რომ თუ კი მოგწონთ ის, რასაც ისმენთ, მაშინ რომ მოიწონოთ ეს არხი YouTube-ზე და კიდეც გამოიწეროთ, ხო? და კიდევ ერთი თხოვნა მექნება, თუ თქვენ გაქვთ ისეთი თემა ან თემები, რომელიც შეიძლება მე შემომთავაზოთ საუბრის თემად, ასე ვთქვა, მე სიამოვნებით გავაკეთებ ამას, ჩავწერ საუბარს თუ საუბრებს იმ თემების შესახებ, რომლებსაც თქვენ მომაწოდებთ. მადლობა.